მრავალი დაფები დავკიდე. ცარცით. საღამოშრობისა პატივცემულო მეგობრებო, ეს ორშაბათია ჩვენი ტრადიციული 19 საათზე ჩვენ ტრადიციულად ვიწყებთ პირდაპირ ეთერს. დღეს ჩვენ ერთად ვართ ქართველთა დიდი გაერთიანების დამფუძნებლები. აგეთ თქვენს წინაშეა პროფესორი ანალიტიკოსი ბატონი დემურ გიორხელიძე. სხვათა შორის ბატონ დემურ მინდა ამით დავიწყოთ თავიდან ახლა ყველა ვიცის რომ ქართველთა დიდი გაერთიანება არავისგან არ იმართება და საზოგადოებიდან შექმნილი და არც არავისგან ფინანსდება და არც მივიღებთ იმას რომ ვიღაცის დაკრუზე ვიცეკოთ მერე თორე ისე თუ ვიღაცა შემოწირავს კი ბატონო ნებისმიერ დროს მაგრამ ყველაფერი საჯაროა ხო საჯაროა რა თქმა უნდა ჩვენი ხარჯები საჯაროა ამიტომ როგორ ჩანს ძალიან აშინებს ეს ამ რეჟიმს იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ვითომ რომ გამოდიან მოწინააღმდეგეები ყველა მართულებია ესენი ყველა საკონტროლებს ეს სისტემა და მთავრობა ამიტომ არის ახლა რომ ხშირად აი თავდასხმებია ხოლმე ჩვენს პოზიციებზეც და ჩვენს ასეც უნდა იყოს მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე ცოტა გააქტიურდნენ ახლა აი ერთი რაღაც მინდა ვთქვა მე გადავალთ კიდევ სხვა აი ცრუ იდეოლოგიებზე იქ სახელმწიფოს ხელისუფლების ის რო არის შექმნილი პატარ-პატარა ტელევიზიები მართალია ჩვენ კი არა ვიტყვია ხოლმე რომ აი ლანძღავთ და ვიღაცას არაფერს არ ლანძღავთ უბრალოდ თუ კი შენ სახელმწიფო პოზიციას ესე იგი რაც უნდა იყოს სახელმწიფო პოზიცია და იმას არ აკეთებ და შენი ქვეყნის დანაშაულებრივ პოზიციას იჭერ რა თქმა უნდა კრიტიკა გვექნება ეხლა პირადად თქვენი იმიდან დავიწყოთ ეხლა მე რამდენიმე იმაზე შევხედე არ დავასახელებ მათ გვარებს და სახელებს და პირდაპირ ერთხელ კიდევ განუმარტოთ ხალხს მე პირდაპირ გეტყვით პატივცემულო მეგობრებო რომ არავის არ აქვს ბატონ დემურ გიორხელიძესთან სალაპარაკო ბატონი დემური რომ მქონდეს სახელმწიფოს წინაშე საქართველოს წინაშე რაიმე დანაშაულებები ჩადენილი როგორ გონია თქვენ ახლა მე მთელი ცხოვრება თუნდაც ჩემ თავზე ავიღოთ არ ერთი წამით არ მიღალატია მე კანონიერი ხელისუფლებისთვის ბატონ ზვიადისთვის და უშუალოდ უახლოესი ისინი მქონდა ურთიერთობები მქონდა ზვიადთან მერაბთან მთელი ცხოვრება აქ ამითი მოვდივარ ხო და ბატონი დემური არის აბსოლუტურად სუფთა პიროვნება და მე ამას უყურებ ყოველ დღე მისი ცხოვრებას ხედავ როგორია მისი ისა და ეხლა არის თავდასხმება აი თუ კი დემოგრაფიას და იმას ასე იმაშობა რა ქვია ვითომ გულისტკივა და იბრძოსო თავისი ქალიშვილი ამერიკაში როა და ასე 2 მილიონია გასული გათხოვდა ამე ჯერ ერთი ტყუილს ამბობ იმიტომ ჩემი შვილები არ არიან ერთი შვილი გათხოვდა და თავის ქმართან არის იმ ამერიკელს ძალიან მაგარ ბიჭს რომელსაც ქართველური თვისებები აქვს თბილისში უნდა ცხოვრება მაგრამ ამ ეტაპზე თუ რაღაც იმ დიდი საქმით არ წამოვა რომელიც მას აქვს და თავისი ოჯახის ისე ცხოვრებას უზრუნველყოფს იმიტომ იკავებენ თავს თორე ჩემი მეორე შვილი კი აქ ძალიან პრესტიჟულ ფირმაში მუშაობს დიდო თხეული რო ქვია არის ფანტასტიკურად ინტელექტუალური განათლებული ბიჭი და მე ჩემი ქალიშვილი თუ წავიდა ამერიკაში წავიდა იმ სიბნელის დროს რომელსაც 2003 წელი ქვია მე კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტისა ვერ ვუზრუნველყოფდი იმიტომ რომ უარგისი გამოდექი მაყუთის კეთებაში მე რა კომიტეტის და მითხრა ჩემმა ქალიშვილმა რომ ასე ცხოვრება გაუცადლისეო და წავალო და დავიკავებ ადგილს იქ სადაც მთელი მსოფლიო ჩასულიო და ჩავიდა და დაიკავა ძალიან მაგრად არის ძალიან ამიტომ თუ წავიდა ისე როგორც ათასობით 2 მილიონი ადამიანი ქართველი წავიდა იმიტომ რომ მე მისმა მამამ პარლამენტის წევრმა და კომიტეტის თავმჯდომარემ ვერ ვუზრუნველყავი, იმიტომ რომ რა ხელფასი მქონდა, ჯერ გროშები იყო და მე 1000 ლარი ავიდა
და ეს იყო სულ, ხო? არ გამოდიოდა აქ ქირა იყო, იქ იყო, ეს იყო. სხვათა შორის ყველა ადამიანი სულით ნაძირალა, ვინც ჩემს შვილებს ახსენებს, იმიტომ რომ იმ კონტექსტში რაშიც არიან. მაგრამ გაფუჭებული ხალხის მიმართ მე ბოროტება არ გამაჩნია. მე პარლამენტის წევრი, კომიტეტის თავმჯდომარე. ერთადერთი კომიტეტი იყო დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, რომელშიც შემოდიოდა 8 ყველაზე ცოცხალი იმ დროისთვის სამინისტრო და დეპარტამენტები, საგზაო, ენერგეტიკა, ეკონომიკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე 2004 წლის აპრილიდან როცა გამოვედი პარლამენტიდან და არც ერთ არჩევნებში არ მივიღე მონაწილეობა და არც ერთ გუნდს არ თხოვნაზე ყველას უარი ვუთხარი, მის შემდეგ მე ვცხოვრობდი ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად დაქირავებულ ბინაში და 2 წლის წინ ჩემმა სიძემ და ქალიშვილმა ვიცი კი იყიდეს ბინა და შეგვიშვეს შიგნით. ამიტომ ყველა თახსირს მივმართავ, მე სადაც გნებავთ იქ მოვალ თქვენთან სასაუბრად. ამიტომ ხენა ჩაიკმინდეთ, ცოტა უზნეობი კი ხართ, მაგრამ თლათ გაინადგურებთ საკუთარ თავს. ერთი თემა, რომელიც ბატონ დავით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განმარტებას ვაკეთებთ, ეს არის ჩვენი საერთო განმარტება. ქართველთა დიდი გაერთიანება არ არის პარტია, არ არის მოძრაობა, ეს არის ის, რასაც ქვია საღი ქართველების ერთობა, ჩვენ აღვადგინეთ ფაქტურად შეფიცულთა ინსტიტუტი, ხო სწორია? ჩვენ ასე ვართ, ჩვენზე უფრო ადრე გაიგონებთ, რომ ჩვენ არა ვართ ცოცხალი, ვიდრე გაიგონებთ იმას, რომ ჩვენ ამ ქვეყნის რასაქმესაც მოვკიდე ხელით ერთი ნაბიჯით გადავალთ გვერდზე და უღალატებთ. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ აი რატო არ ერთიანდებით, ჩვენი კარი ღია ყველასთვის. როგორ შემიძლია მე ვინმე, ან ბატონმა დავითმა, ან ზაქარიამ, ან და გიგლამ, ესე იგი თქვას უარი ადამიანებზე, რომელიც ამბობენ, ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის სამსახურში ვიყოთ, თქვენთან ერთად. მე მათთან ერთად. პარტიებს აქვს თავისი პროგრამა. ჩვენ რო დავუშვათ ისეთი ბოდიში და შტერული შეცდომა, რომ რომელიღაცა პარტიის მხარე დავიკავოთ, ახლა ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ უჭკუო ხალხი, ნამდვილად უჭკუო, იმიტომ შეკაიდეთ მამიშვილო, რას კიდებ ამ ხელასაქმეს, ამ ყველაზე უფრო კრიტიკულ მომენტში და პარტიასთან ერთად გინდა იყო პარტიასთან, თუ გინდა შედი იმ პარტიაში და იყავ. ეს სხვა რა, ჩვენ რო პარტიული პოზიცია გამოვხატოთ, ეს იქნება ამ საქმის ღალატი. ამიტომ ჩვენ გახსნილი ვართ, აი ჩვენი ოფისი რაღაცას ემსგავსება, კიდევ მეტ შევძლებთ ცოტა ხანში, მობრძანდით, მე მოვალ, თუ თქვენ არ გინდათ მოსვლა, ოღონდ კი გამაგებინეთ და სადაც იქნება ერთად მოვალ, მარტო მოვალ, რა მნიშვნელობა, ბატონი დავით მიიწვიეთ, მოვა ვისაუბროთ, იმიტომ რომ არის უკიდურესი მდგომარეობა. უკიდურესი მდგომარეობა ხას უსვამს. ადამიანი, რომელიც ვერ გძნობს იმას, რომ ქართველების ისტორია საქართველოში იხურება, თუ ეს საზიზღრობა განხორციელდა, რასაც ქვია არაბული ინვესტიცია, რისი ინვესტიცია, მიწა გაყიდეს. არავითარი ინვესტიცია არ არის, უზარმაზარი ტერიტორია გაყიდეს გონიოში და თბილისის შემოგარენში. ვისაც ვერ გაუგია რა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა საქართველო, ვინც თავის ბელადს დაძდევს, იმიტომ რომ გონება აქვს დამთხეული, ჩვენ ძალიან მოურიდებელი და უხეშები ვიქნებით. ამიტომ არ გინდათ თქვენი ქვეყანა? მაშინ თქვენი ნება, ჩვენ ხო არავის არ გიწევთ, აქ უნდა მოვიდეს კაცი, ვინც მისით მოვა. კი ბატონო. აქ თქვენ ფულს ვერ მიიღებთ. გამორიცხულია, ჩვენ ამას ვინახავთ აი ისეთ რამეებს და ვართ ისე რომ გავდივართ თვიდან თვემდე. კი.
თანამდებობები დაგპირდეთ? ეგერ ფული სადაცაა და თანამდებობებს ოღონდ გარკვეული სამსახური უნდა გაწევ, ეგერ მიაგითხეთ ამ ხელისუფლებას. დააკვირდით რაშია საქმე. ქვეყანა იყიდება ხელისუფლების მიერ. მეორე, ან წამოწდა, ან უტვინობის გამო მოუვიდა თურმე ლიდერი ყავთ ოცნებას, ვიღაც მაჭავარიანი, არ ვიცი კარგად ვინ არის, რა მოხელე ნაჩალნიკია რო ითქვენ და საიდან მოდის, ვერ გეტყვით. მე მგონი კარგად ვერ არის. ევროკავშირის მისამართით გააკეთა განცხადება, ჩვენო არც ზეწოლით წავალთ ხელისუფლებიდანო, ნახეთ და არც არჩევნების გზით არ წავალთ ხელისუფლებიდანო, ამიტომ კეთილსინებელს და დაჯდება ჩვენთან და დაგველაპარაკება. მე დავწერეთ ჩემს გვერდზე და უმეორებ ამ ბჭყალებში ლიდერს, რომელიც უტვინობის დონეზეა დასული, არ წახვალ, რა თქვი, არ წახვალ, ესე იგი შენ ახალგაზრდა ადამიანი ქვია, მაგრამ უკვე ხარ ბოროტება ამ ქვეყნისთვის, არსად არ წახვალ, იმიტომ რომ მაგარი არა სახელმწიფო ხელისუფლებაში ყოფნა, მაყუთის კეთება, კაი ცხოვრება, ეხლა სად უნდა წახვიდე, არჩევნები რა უბედურება, რისთვის? შენ ხო აგირჩიეს? ხო დამთავრდა ამით. მოდით ის თემა რომ დავასრულოთ, აი თქვენს რაც იყო, მე კიდევ ერთხელ ერთ რაღაცას ვეთქვი პატრიცემულ მაყურებელს, ჩასაფრებულებსაც რომ ბატონ დემური ერთხელ იყო პარლამენტში და ვადაზიადრე თავისი ნებით. არა, ვადაზი არა, მაგრამ წამოვედი და ვარი ყველანაირ არჩევნებზე არ დავრჩი ართან, თუმცა დატოვა და საერთოდ ეხლა პირდაპირ მინდა თქვა რომ კარიერისტები და ფულის კეთებლები იქიდან არ მოდიან და მუდმივად აგრძელებენ იმის შემდეგ 5-6 მოწვევის პარლამენტარები არიან და მილიონერები არიან. ნახეთ, ყველაზე უცნაური რა არის, იცით ბატონ დავით, ესე იგი მოქალაქეთა კავშირს იხსენებენ, მაშინ იყავიო. იმ სიით, მაგრამ მე მოქალაქეთა კავშირის წევრი არ ვიყავი და თქვენ კაი კაცო, მილიონი კაცი გაეკიდეთ. სააკაშვილს და იმას, რომლებიც მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი მთავარი ლიდერები იყვნენ და კიდე უამრავ სხვა ვინმეს. ესე იგი რა იცი ამ კაცი რო გათახსირდები, დაეცემი და უზნეო ხდები, მე იწყებ ასეთ რამეებს. 1994 წლიდან ვარ საჯარო პირი. პარლამენტში ყველა ჩემი გამოსვლა არის არქივში, მაუწყებლელში არის პირველი არხით გადაიცემო და ყველა არაფერი დამალული არა. ვინ როდის რა თქვა, რა პოზიცია ჰქონდა ყველაფერი. პარლამენტი და ჯერ კიდევ ქუთაისში როცა სახელმწიფო სამსახურში მთხოვეს და გადავედი კონტროლის პალატაში, იქიდან 1500-1600-ზე თულა დაკარგული მაქვს მეტი პუბლიკაცია ქართულ პრესაში. ყველგან შეგიძლიათ ჩემი გვარი მოიძვეთ, ყველგან ნახოთ ჩემი პოზიცია. ხელის გულზეა მთელი ჩემი ცხოვრება. კიდე გეუბნები, მე რისი უკან დამხები ვარ, რამდენიმე თუ გინდა 10 და 100 ნაძირალას გამო. 2 წლის წინ ჩემმა შვილმა და სიძემ შემიშვა ბინაში, დანარჩენი ჩემს საოცარ მედოუღლეს უამრავი პრობლემა შეუქმენი მატერიალური, არადა თავის დროზე, თავის ოჯახში მას არასდროს არაფერი არ გაჭირვებია, მაგრამ ასეა. როცა ერთად გინდა ყოფნა, ასე გამოდის. ამიტომ კარგად იყავ მე უხეშ სიტყვებს არ ვიტყვი, მაგრამ დიდი უზნეო ხალხი ხართ, შვილები არ ახსენებთ, თორემ მე ქუთაისურად გიპასუხებთ ყველა. არ არის თქვენი სახსენებელი, გათხოვდა. კი ბატონო. სადაც არის ქმარი, იქ არის, ხო, ცოლი. კიდე გეუბნებით ჩემს ამერიკელ სიძეს, რომელიც მოინათლა მართლმადიდებლად, იმიტომ რომ შეისწავლა, რაკი ცოლი ყავდა. კი ბატონო. მოინათლა, შეისწავლა ქართული ისტორია, შეისწავლა ქართული ეკლესიის ისტორია, უზარმაზარი პატივისცემელია პატრიარქისა და საერთოდ ჩვენი იმისა არის სულით. აი, რო იტყვენ, მამა გიჟი რო ქვია თავისი ბიჭებისთვის, გადაყოლილი ოჯახისთვის, მეუღლესთვის, ღმერთისწყალობით ძალიან კარგად არიან. ამიტომ კარგად დაუკვირდით, რაც ამბობთ. მე არსად არ გამიშვია ჩემი შვილი. ჩემმა შვილმა მთხოვა
ასე ცხოვრება დიახ შეუძლებელი იყო. ახლა ჩემ გულში ჩაიხედეთ რაც გძნობდი მე რომ ვერ შემეძლო ჩემი სრულიად ახალგაზრდა ქალიშვილის მაშინ ბიჭი პატარა იყო შედარებით მათ შორის არის თითქმის 8 წელია სხვაობა და წავიდა როგორ დამეკავებია რომ დამეკავებია რამე თქვა რა თქმა უნდა. რამე თქვა რა შემეთავაზებია მასე კაცო 2 მილიონი წავიდა საქართველოს. ამიტომ წავიდა იმის გამო რომ ჩვენ ქონდა პრობლემები მატერიალური პრობლემები მერეც თუ რაიმე გაგვაჩნდა მე და ჩემს მეუღლეს ყველაფერი გავყიდეთ მათ შორის როცა ჩემი ვაჟიშვილი ზვიადი სწავლობდა ლონდონში ეკონომიკაზე რომ არ ქონდა ამ შუქურა რო იყო საქართველოში დემოკრატიის ხოიცით რო ყვაოდა ქვეყანა ხო გავყიდეთ და საქორწილო ბეჭდები სხვა აღარაფერი ქონდა დარჩენილი და ის ჩავაბარეთ და გავყიდეთ უბრალოდ იმიტომ რომ იმის გამოსყიდვის თავი არ გვექნებოდა და გავუგზავნეთ შვილს რომ ერთი თვე გაგვეძლო იქ და მე კიდე სხვა გზები მე ამ ერთი წლის ამიტომ თქვენ რა პრეტენზიებს მიყენებთ ახლა არ მათქმევინოთ რომელი მორიდებული ვარ აქედან კი არ გეტყვით პირადად გეტყვით ქუთაისურად რისი ღირსიც ახართ ამიტომ შევეშვათ ეს თემა დახურულია ანდა მე ვიქნები უსაშველოდ აგრესიული ყველა ამ გადაგვარებული ადამიანის მიმართ ბატონო ესე იგი გადავიდეთ თავარ თემებზე ვიდრე თავარ თემაზე გადავიდოდი აუცილებლად უნდა ვახსენო ჩვენ წინა გადაცემაში შევეხეთ და თხოვეთ ხალხს რომ იქნება გვერდში დადგომობდნენ დიდ რომში გამოასახლეს დღეს კიდევ ერთი ქართული ოჯახი მასიურად უკვე ასობით ის არის ჩანიშნული უკვე გამოსახლება ქართული ოჯახების სხვათა შორის როგორც თქვი ეს აი დღევანდელ გამოსახლებაზე ესე იგი არაფრით არ წამოვიდა მევახშე მორიგებაზე 22000 ქონდა ნასესხი და $70000 ითხოვდა ესე იგი 300%-ზე მეც ითხოვდა აი ეს ასეთი კანონებია დაშვებული პირდაპირ კანონებია დაშვებული და აჩაღება ეს ადამიანის და სხვა არაფერი ეხლა მოდით გადავიდეთ ისევ აი ამ არაბიზაციის საკითხებზე თქვენ იცით რომ პოლუსებად არის ტელევიზიები კითხავხარი ლიბერალური და სამთავრობო ტელეარხები მათ შორის პირდაპირ უნდა ვთქვა უკვე ხალხი არის უკვე ძალიან აი აღშფოთებული აი ჯორჯიან ტაიმსით კიდე გეუბნებით საქართველო დგას დღეს საღი ქართველების იმედად არანაირი სხვა იმედი არ არის ის რაც ახლა კეთდება ეს არის დაუნდობელი საქციელი ქვეყნის მიმართ ვერაფერი რომ ვერასდროს ვერ გამართლებთ რატო არ ეთყობენ თავით რომ იტყვენ კანალიზაციის ტელევიზიებში გვალმაგიდას არ შეიძლება ნორმალურად რომ ვისაუბროთ ერთმანეთში ისინი მარტო თავის ხალხს იწვევენ მარტო თავისთვის რა არის კაი კიდე გეუბნები ყველა გამოთაყვანებულ კარგი რა არის დიდარი არაბების შემოსახლება და საკუთარ მიწა აქვს უკვე 900 ჰექტარამდე საკუთარი თქვენ იცით დღეს გავიგე ახტალა კურორტი ხომ გაგიგონიათ კი კახეთი გაგიგონიათ ხო კარგია რომ გაგიგონიათ და გაიყიდა თუ თქვენი ახტალის მიწა არაბების საკუთრება იქ მხოლოდ შენობები იქ თუ რაიმე კარგია არაბისა შენობები არის მაშინ პრივატიზაციის დროს რომ დარჩათ ქართველებს თორემ მეტი არაფერი არ არის იქ ქართველების და 100-ია უამრავი აი კარგი იდეა წამოიშრა თქვენგან მოდის ეს კიდე სხვებისგან მოდის რუსთაველის ძეგლთან თოკები გაიმება კი ამ კვირას საჯარო რეესტრიდან ამოწერილი ყველა ჩვენი არაფერი საბუთები გამოიყრება და ჩვენ მოვაწყობთ საყოველთაო ჯერ დათვალიერებას მობრძანდით ყველანი ნახეთ რა არის გაყიდული შეიძლება რეალური მასშტაბები თქვენთვის არ იყოს ცნობილი და ჩვენ რაც ვიცით უკვე არის კატასტროფა ამიტომ არაბიზაცია რაო კობახიძემ რა თქვა ეკონომიკას მაინც განავითარებდა ეკონომიკა დაახლოებით ისე იცი როგორც მე ვიცი ჩინური ანუ არაფერი ეკონომიკა ასე არ ვითარდება
ეკონომიკა ასე არ ვითარდება და მასეთი პროექტით ეკონომიკის განვითარება არ შეიძლება. არის მეცნიერება, არის მაკროეკონომიკა, არის თელ მსოფლიოში უზარმაზარი გამოცდილება, როგორ ვითარდება სახელმწიფოები. ერთ გასაგონად ვიტყვი ახლა, ერთი კარგი კაცია, როგორ ჩანს. დამიწერა ასე, რომ აი ესე თქვენო ახლა თუ შეგიძლიათო, ჩაუდექითო სათავეშიო და თუ არ იცით რა გაგაკეთე, რა უნდა გააკეთოთო, ნახეთ რა თავხედური ტონია და მოდითო ჩვენთან გლეხებთან და ჩვენ გეტყვით რა უნდა გააკეთოთო. ბატონო ჩემო, თუ მართლა გონია რომ რაიმე იცი, როგორ მოაწყო სახელმწიფო ან სოფლის მეურნეობა და მე ჩვენ გლეხებიო. საქართველოში გლეხები არ არსებობს. გლეხობა არის მენტალობა. იმ საზიძღარი დროიდან მოდის, ჯერ კიდევ ბატონყმობიდან. გლეხი არ არსებობს. სახელმწიფოში არიან ქართველები, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ. და მათი განსხვავება იმისგან, ვინც ქალაქში ცხოვრობს, არაფერი არ არის. არავითარი გლეხი არ არსებობს. თქვენ მენტალობა გაქვთ გლეხით, ამიტომ იმდენად არ მინდა ხა ცუდი სიტყვა თქვა, იმას ამბობ მოდი და მე გასწავლით. შეგაიგოთ, წაიკითხეთ, ამდენს ლაპარაკობ, ჩემი წიგნები აიღე, რისი წამკითხავი ხარ, რისი გამგები ხარ. თავაზიანი მაინც იყავი, რომელი ქართული აღზრდის და რომელი ქართული ოჯახის წესია, შენს თანამამულებს უხეშად ელაპარაკო. თანაც მე რა მაქვს ამსახურებული, რომ ასე აგდებით მომწერო რაიმე. ასე რომ ერთი იყო და ვიღაც ვითომ ინტელიგენტი გარედან რო შეხედავთ, ხო, მაგრამ ქოცად მოწამგული უკვე რო არაფერი არ ეშვედება ეს. ბატონ პატივცემულო მითხრა მომწერო. რო გვაშინებ აქ ამიხსენიო და იქნება მეცო ვიფიქრო. რა გიხსნა? აბა რაზე ვაპარაკობ? რამდენი ხანი? რა გიხსნა? რომ ქვეყანა იყიდება, აგიხსნა არ გჯერა? ქართველების ხარდაჭერის გარეშე ეს ქვეყანა ამ საშინელ მდგომარეობაში არ იქნებოდა. ამიტომ ჩვენ არავითარი პრეტენზია არ აქვს იმ ხალხზე, რომელიც გონებით უკვე წაქცეულია, ვიღაცას ევროპაში უნდა ზღაპარი, სისულელე. ბატონი დავითი იყო ახალგაზრდებთან, ჩვენ ახალგაზრდები გვაწუხებს, თორე ჩვენი თაობის ადამიანი იქ რომ დგას, ის არ გვაინტერესებს, იმიტომ ის უკვე დაღუპულია, საწოდავი არაფერი რო არ ეშველება. ისებია ჩვენ ახალგაზრდები შეესწავლა ბატონმა დავითმა აგერ, მოდით აქვე. არა, თან უთხარი, რომ რა სიტყოთ მეთქი, და ერთი წელი რასაც ვიტყოთ, გამაგებინეთ რა სიტყოთ ის ერთი წელი მეთქი, კონკრეტულად რას მობრძანდით, მოვთხარი. არავინ შეურაცხყოფას არ მოგაყენებ, ვერ მოვიდოდეთ. პირიქით ჩვენ გვინდა რომ გაგიფრთხილეთ ახალგაზრდებს, მობრძანდით ვეუბნე, ღია, გაჩნდა, საერთოდ ხმა აღარ მოვიდა, ერთ-ერთი ლიდერად ითვლება იქ დარბისი ქონა. ამიტომ რა რიცით? ერთი ბატონია კიდე რომელმაც თქვა რომ ესე იგი ვერ გაიგო. მე გუშინ დავწერე ძალიან მნიშვნელოვანი რამ ამის განმარტება აუცილებელია, ჩემ გვერდზე კი არის, მაგრამ მე დავწერე რა საშინელ ძალიან ღრმად მოფიქრებულ ინტელექტუალურ ტექნოლოგიას ეყრდნობა ადამიანების გამოცდა და მათი გამოთაყვანება. ეს ჯერ კიდევ აღმოაჩინეს გენიალურმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა. ადამიანი რომ გამოსადო, ნახეთ მე რა დავწერე და რა გაიგო ზრდასრულმა ადამიანმა. ადამიანი რომ გამოცადო, ის ყველაზე დიდი გამოცდის წინაშე უნდა დააყენო. ის უნდა დააყენო არჩევანის წინაშე ცუცსა და უარეს შუას. ის დაუწყებს მესამეს ძებნას. კი, წავიკითხე. მაგრამ იმ სიტუაციაში, აი აღეთ საქართველოს არჩევნები და ხელოვნურად შექმნილი მესამე არ არის. ამიტომ ის კარგავს თავისი ფსიქიკური მდგრადობის ყველა საღდენს, უსუსური ხდება და გარე ზემოქმედებას ვერ
და მითხრეს მესამე გზა თუ არ არსებობს აბა თქვენ ქართველთა დიდი გაერთიანება რაცა ბიჭო რა ვთქვი ახლა მე ვთქვი ის რომ სპეციალურად შექმნილია მესამე გზა რო არ არსებობდეს მესამე გზა არა ქართველთა დიდი გაერთიანება მესამე არ არის ქართველთა დიდი გაერთიანება ერთადერთი გზა არის ამ ქვეყნის გადასარჩენად ამიტომ ბიჭო წერა თუ არ იცი კითხვა არ იცი გაგება არ იცი იკითხე მაინც ჯერ მესამე გზა რაო არ ყოფილაო როგორ არ ყოფილა კაცო მესამე კი არ არის ერთადერთი გზა არის იმიტომ რომ სხვა თუ შენ არ გინდა ეს ქვეყანა და შენ ამ ქვეყნისთვის არ გინდა გადადგა ნაბიჯი სხვა რა იქნება ჩვენ ამას ვაკეთებ ამაზე დიდი იდეა რა უნდა იყოს ქართველები გავერთიანდეს ეს სხვათა შორის დამუშავებული არის სპეცსამსახურებში სოფლიოში ცნობილი ხერხია როგორ უნდა დააკარგვინო ადამიანს ფსიქოლოგიური მდგრადობა და როგორ უნდა დააყენო ხელოვნურად აბსოლუტურად აურჩეველი არჩევანის წინაშე. იმიტომ რომ ნორმალური ადამიანი არ შეიძლება ცურცა და უარეშორიც ირჩევდეს. დააყენეს და ქართველები დაინგრნენ საკმაო ნაწილში და აბა რა ვქნათ ვინ ავირჩიოთ და ეს იყო მიზანი. ხო და მან ნახეთ ესა ჩვენ ვირჩევდითო ნაკლებ უბედურებასო და ესეთი რამე ბუნება ბოროტების ბუნება ასეთი განვითარებადია და აი ამ ნაკლები ბოროტებიდან მიიღეს ძალიან დიდი ბოროტები. ყველაზე აი ჩვენთვის ქართველები სანამ ისინი რაღაც ნეობის ნორმებს არ დაარღვევენ, მე რა რო განსხვავებულად ფიქრობს. ჩვენთვის ყველა მისაღები. მე ყველა ასეთ ადამიანს, რომელსაც აქვს ის აზრი, რომ აბა ვინ ავირჩიო, სხვა არავინ არა. თუ თქვენ ამ 20 კაცი თავრობის და 150 კაცია პარლამენტში, ხო? 170 კაცი არ მოგეძევებათ ერში. მე კი შემიძლია გითხრათ 170 კაცი 10ჯერ 170 კაცი მოიძებნება რომელიც ამ ხელისუფლებას ჯიბეში რო ჩაისვამს თავისი ცოდნით საქმით არ გინდა თქვენ სწორედ ძალიან მაგარი მეთოდიკით მიგიყვანეს იმ აზრამდე რომ ნაკლებსა და გონიერი ადამიანი სავი ადამიანი არ შეიძლება აკეთებდეს აბა რა ვქნა რა ქნა და არ მიხვიდე ასეთ არჩევანზე კი ბატონო 60% არ მივიდა ადგილობრივ არჩევანზე. აი სად არის საქართველოს მომავალი. თბილისში კიდევ 79% არ მივიდა. კიდე გეუბნებით, არჩევანის მისვლა, როცა არჩევანი არ არის დანაშაული და ჩვენ ამ დანაშაულის შედეგებს ვიმკითხეთ. ბატონო დებურ, აი ამას მინდა ახლა შევეხო მეწეღა მოსმენდი გულდასმით ჯორჯიან ტაიმსში. ესე იგი გულაშვილი უძლებოდა და სოსო მანჯავიძე ყავდა სტუმრად. აი ესეთ რაღაცას თქვა სოსომ, აი ამ არაბიზაციის თემაზე, რომ ხელისუფლებასო ადანაშაულები იმაშიო, რომ ვიდრე ეს ინვესტიცია გააჟღერებდნენ და შემოვიდოდნენ, ჯერო კარგად უნდა ემუშავათო, ახსნა უნდა გაეკეთებინათო საზოგადოებრივ. კარგად უნდა შეეხუჭუჭებინათ. ხო, კარგად უნდა შეეხუჭუჭებინათ. აი კარგად ტექსტი ახლა რა უნდა აეხსნათ, როცა ამას ინვესტიცია არ ქვია ბუნებაში. ნახეთ, ბატონ დავით, ყველაზე საშინელება რა მოხდა? ხელისუფლებამ კარგად იცის, რასაც აკეთებს. მართალია თავშია გავარდნილი, მაგრამ ადგადა საიდუმლო გრიფი დაადო ხელშეკრულებას. თქვენ იცით, ძალიან მაგარი იურისტები მოითხოვდნენ ასლს ვერ მისცეს, მე რეაგდნენ და გრიფი დაადეს, რაც მალავ. ვინ მოგცა, ვინ ხარ, რომელიმე პიროვნება ან ივანიშვილი ან ვინმე სხვა კობახით 900 ჰექტარ ქართული მიწას სამუდამოდ რომ ყიდი არაბს. თუ კარგია გიჟი უნდა იყო, კაცი კარგზე უარი თქვა. გაგვაგებინე რა არის? დაგვიჯექი, დაგვიხსენით, გითხარით, ვალდებული ხართ, ხელისუფლება ხართ, საზოგადოებაც უნდა ჩააყენოთ დამალეთ საიდუმლო. არბიტრაჟული სამსახურებში, ბოდიში სასამართლოებში წაგებული ფულები რამდენია თუ იცით? იმ სიაფანტობაში, სადაც ქართველები იყავით წილში
ახლა ვიღაცა არ იქნებოდა, ხო? თქვენ ბობოლები იყავით. 380 მილიონი რომ წააგეთ არბიტრაჟში. ხმა რატო არ მოიხდით? ხალხს რატო არ უთხარით რომ მოხდა რაღაც გაუგონარი რამს 380 კი არა 7 მილიარდზე მეტი გაქვთ არბიტრაჟში დავები. ყველგან წილში ძიხართ. წააგებს ქართული სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაიხდით, თქვენ გაიყოფთ და ხართ ასე. ყველანი წილში ხართ. ვისაც კი ხელი მიგიწდებათ რომ წილში იყოთ. კიდე გეუბნებით, რა თამაშობთ? ახლა მართლა რუსულ რულეტკას თამაშობთ, ესე იგი. ამ საქართველოს გამოყენებით, ცუდად დასრულდება ეს ყველაფერი. მე ძალიან დიდ პატივს მართალია რაღაც მომენტებზე ვიდავეთ, თუმცა უდიდეს პატივის გურამ ქართველიშვილს, როგორც ქართველ კაცს, მან სწორად თქვა, რაც თქვა ბოლოს ვიდეო მიმართვა იყო. თქვენ ნუ გონიათ რომ საქართველოს გაყიდი. ნუ გონია საცოდაო მაჭავარიანო რომ შენ არჩევნებით არ წახვალ, ისეც წახვალ და ისეც წახვალ. თქვენი საზღარის აქციელია იმის საფუძველი რომ თქვენ დიდხანს ვერ გაჩერდებით ამ ხელისუფლებაში. აბა ნახოთ თუ გაჩერდებით, იმიტომ ვინ გაგაყიდინებს კაც ამ ქვეყანას მითხარით. ქართული ისტორია არიცით, ქართული ფსიქოლოგია არიცით, გასაგებია. ძალიან ბევრი თქვენთაგანი არ არის ქართველი. გასაგებია. ჩემთვის საქართველო ვისაც უყვარს და პატივისცეველია და საქართველოს მოქალაქეა, მე ქართველი მოქალაქისგან არ ვასხოვებ მას. რამჟა საუკუნეები ცხოვრობენ, 100 წელია ცხოვრობენ, აზერბაიჯანელი იქნება, სომეხი იქნება, სხვა ეროვნები, ებრაელი იქნება, ესენ რადგან ვასხოვებ? მე თუ ისი, მაგრამ საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მტერი არის ჩვენი მტერი, პირადი მტერი და იმიტომ რომ სახელმწიფოს მტერი ყოველთვის არის პირადი მტერი ყველა იმ სახი ადამიანისთვის, რომლისთვისაც ძვირფასია ეს ქვეყანა. ჩვენ ეს ქვეყანა როგორ კიდე გეუბნებით, რა უნდა გვამოძრავებდეს, მითხარით. ხაც უსვამ, თქვენ რომ გაიგებთ იმას, რომ ჩვენ საცოდავი ხელისუფლებიდან ფულის მეტი როლაფერი არის. რაიმე მივიღეთ, ჩვენ უნდა გაგვროძგოთ ქუჩაში. კიდე ეუბნებით. ჩვენ რა უნდა გვექნათ, იცი? თავზე უნდა დაგვამხატოთ. ვინ? ჩვენ ვიკადრებთ იმას, რომ ვიღაცისგან ხელისუფლების სამსახურისთვის ან ამნაირი ოპოზიციის. ჩვენ ღია ვართ, ყველა არის რამდენიმე ბიზნესმენი, რომელიც გვეხმარება, ვერ ვიტყვით მას გვარებს, თუმცა ყველაფერი ღია, ყველაფერი გამჭვირვალეა. ამიტომ დავლაგდეთ სწორად რა, ჩვენი პოზიცია გაიგეთ, ჩვენ ხო თქვენნაირი ქართველები ვართ. თუ ვინმეს მიგაჩნიათ, რომ თქვენ ხართ ქართველები, ჩვენც ქართველები ვართ. ამ 33 წლიანი თუ კიდე უფრო 105 წლიანი უბედურება, როცა ადამიანის არაფერი უნდოდა. მისი ბელადი იყო ყველაფერი და მის გვერდით მეზობელი ამხანაგი არავინ არ იყო, ხო სწორია? ეს აგდებულობა დამოკიდებულებებში ტოტალიტარიზმის შედეგია. საქართველოს ტოტალიტარიზმიდან არსად არ წასულა, იმიტომ რომ ამ ტოტალიტარიზმმა დაანაგვიანა ქართული საზოგადოება და ხედავთ როგორ ხელოვნურად იქნა. თქვენ თუ გონიათ ეს რუსთაველის მიტინგები ხელისუფლების ხელდასმით და უდიდესი დახმარებით არ ხორციელდება. მე იმიტომ ტირი ახალგაზრდებს მოთხოვებულ ახალგაზრდებს, თორე იქ ფულით ორგანიზატორები ძალიან კაი გაიძვერა ახალგაზრდები არიან, რომლებიც ძად არიან ფულისთვის ყველაფერი აკეთონ. ბატონო, თქვენ ახსენეთ ეს გრიფი დაადესო, ხო? ესე იგი გამოდის რომ ჩვენ რასაც ვიტყოთ რომ გაასაჯაროონ უკვე ნახეთ ბატონ დავით ისეთი ინვესტიცია თავის გონება დამთხეულ მხარდამჭერებს მომავალი ბედნიერებისგან რო არ გაერღვათ რაც გასარღვევია ადგილზე დაუმალეს მომავალი ბედნიერება. ნახეთ ეს არის ძალიან დიდი ახლა ეს არის დანაშაული საქართველოს ბიუჯეტის
70%-ია 6.6 მილიარდი დოლარი, ხო, რო შემოდის. უკვე შემოვიდა. ვიცი, გავიგე. იყიდა, არავის დამალვა, როგორ შეიძლება საზოგადოების არავითარი ინვესტიცია ეს არ არის. მიწაში გადაიხადა კაცმა ფული. სარგებელი რა იქნება დაუშვათ განხორციელდა, თუ განხორციელდება დამთავრდებით აქ. ცხადი ახლა შენობა აშენდება, რაღაცა აშენდება, ქვაღორღია საჭირო, ეს არის საჭირო, არქიტექტორსაც დაიხმარებენ, ტექნოლოგსაც დაიხმარებენ, კონსტრუქტორსაც დაიხმარებენ, მუშასაც აიყვანენ, დანარჩენი თავის ეყავთ. ამას მერე რა, კი შევა რაღაც გადასახადები და რა მერე რო აშენდება ეს ქალაქი რა იქნება, კომუნალური გადასახადები იქნება, ხო სწორია? მეტი რა იქნება, მითხარი. და გეყოლება 100,000-ობით არაბი, მდიდარი არაბი, კიდე გეუბნებით. არაბებს იოლად ნუ უყურებთ, ეს თვითმყოფადი, უზარმაზარ კულტურაზე ჯდომი ხალხია. არანაირ აღრევას ისინი სხვა კულტურებში არ გააკეთებენ, მათ ვერ გადააგვარებთ, როგორც ქართველების ნაწილი გადააგვარეს, ისე ვერ გადააგვარებთ არაბებს, ეს მაგარი ხალხია ძალიან. და ეს მაგარი ხალხი ოფიციალურად ყიდულობს საქართველოს დღევანდელი ლეგიტიმურია თუ არალეგიტიმურია, არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება, არა ძალა ხო აქვს ხელში ამ წუთში, ხო და ყიდის ამ ქვეყანას. მისია თუ რა ფულს. არა, ეგეც ახსენეს იქ ჯორჯიანთაში შეგენ რიჯავთა თვითონ ახლა მე მაინც ამაზე გავონდი, სეგან უსმინდი და ძალიან მე თვითონაც აღშფოთი. უმრავლესობამ ისაო აიჩია ოცნებაო და როგორ აირჩია უმრავლესობამ ოცნება? ჯერ ერთი არჩევნებზე არ მოვიდა 50%, ხო, მოდის 40%-იც კი არ მოდის, ხო და იმ 40%-ის 60% რო აირჩევს და 5 კაციდან ერთი რო აგირჩევს. კარგი, ეს უმრავლესობა? დაუშვათ აირჩია უმრავლესობამ და რა ხელისუფლებას უფლება თავისი სახელმწიფო განვითარების მაგიერ გაყიდოს? ხო. რა განვითარდება? მითხარით თქვენ მართლა გონება დამთხოვლები ხო არა ხართ? სადაც გნებათ ნორმალურ ლაპარაკში. ვიქნებ ამ საუბრისას გვითხრათ ეკონომიკა როგორ განვითარდება, ჩემზე უკეთესად არ იცით თქვენ ეკონომიკა. არც თქვენი საცოდავი ეკონომიკის მინისტრი და ის საცოდავი სამინისტრო, რომელიც სისულელეების დონეზეა. სადაც გინდათ იქ და როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა, კიდე გეუბნებით. უმრავლესობამ აირჩია დაუშვათ ერთი და მე რა მან ადგა და გავიდა ქვეყანა. ამისთვის აირჩია უმრავლესობამ, მანახეთ ეს უმრავლესობა ვინც იტყვი დღეს სამეგრელოდან ერთი ქალი წერდა ჩემ შესახებ ვიღაცა ხუჯით აი თლათ ისეთ თლათ ბოლო ფსკერზე რომ არის რა აუ ეს ასეთი რა ეროვნული ეს არის აუ თურმე არაბიზაციას ვაკრიტიკებ კაცო ეს რა მომისვლია ეს რამ ხელაში რა მოხდა გონიო სხვა მოიკიდებენ და იცინიან ამათ მოაქვთ რა ქვია ექსპერტებად კიდე გეუბნებით ქართველებს რომ გაყრიან აქედან თუ ასე გაგრძელდება ამ ქვეყანას ისე ააშენებენ ცხაპარი გითხარით თავარი რაც არის მაქსიმუმ 300,000 კაცის დატოვება სურთ რატო რესტორნები, სასტუმროები, ბორდელები, 1000 რაღაცები, მომსახურე ეს ტუალეტი, კომუნალური სამსახურები, ნაგავი, ამისთვის ხალხია საჭირო, ამისთვის თავის არაბებს ისინი არ მოიყვანენ. ამისთვის გამზადებული არის ის ქართველები, რომლებიც გაუცნობიერებლად გახდებიან თორე ღირსეული კაცი უფრო ადრე თავს მოიკლავს, ვიდრე ასეთ რამეს დათანხმდება უკვე დაღუპულ ქვეყანაში. ამიტომ კიდე გეუბნებით, ეს ხალხი არ მინდა ხა ვისაუბრო ისეთ რამეზე. მე არაერთხელ მithქვამს, რომ ძალიან კარგად ინფორმირებული ადამიანი ვარ. რატო იკავებენ ასეთ პოზიციას? ეს ფულთან არის დაკავშირებული. თანდე პირდაპირ თქვა. მაგრამ ფული რატო გინდა ასე მაგრად? ეს უკვე სხვა ამბებთან არის დაკავშირებული, მე უბრალოდ დღეს ამაზე არ ვისაუბრებ. თურმე ჩვენ ბატონო რომ ვამხელთ აი ამ ვითომ ინვესტიცია რო დაარქვეს სინამდვილეში არაბების დასახლება კეთდება პოლიტიკა ქალაქი თურმე ეს ჩვენ ყოველგვარი ცოდნაზე დამყარებლად ესე იგი ჩვენ
ურაპატრიოტული ისინი გვაქვს სოციალურ ქსელში გაჩაღებული. მე მაგათ მინდა მივმართო, რომ ურაპატრიოტები კი არა, თვითონ საერთოდ ვინ იყვნენ, თორე ჩვენ რაპატრიოტებიც ვიყავით. პირადად ჩემს მაგალითზე ვიტყვი, კაცო, სახში არ მძინებია ის წლები თითქმის საქართველოს დამოუკიდებლობა აღვადგინეთ და ურაპატრიოტობაა ესა. დაქირავებულში რატო თვითონ სად იყვნენ, იცით? აი ახლა ამ თვითონ იმ ტანკების გვერდით იდგნენ მაშინ. და ფული ხო იშოვეთ? ხო. ბატონი დავითი, რომელმაც თავისი ცხოვრება ამ საქმეში ალია, დაქირავებულ ბინაში. რა თქმა უნდა, იცი. მე გითხარი 2 წლის წინ ჩემს იძემდა შეიძლება შეგვიშვეს ოთახში, თორე დაქირავებულ ბინაში ვიყავი, რამდენი წელი, მოდი ასე 20 წელი. ამიტომ ფრთხილად იყავით, ჩვენგან უხეშობა იქნება მხოლოდ გადაგვარებული ადამიანების მიმართ, თორე ჩვენთვის ყველა ქართველი ძვირფასია, ვინც ჩვენ არ გვეთანხმება ვინმე, სამსჯელოა კი ბატონო, გითხარით, წესიერად, ნორმალურად, ცივილიზებულად ვისაუბროთ და გავაკეთოთ ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ჩვენთვის არაფერს არ ვაკეთებთ. ესე იგი, ხშირად გვეუბნებიან, რომ ლაპარაკის ნაცვლად გადადეთ საქმეზე, ხო? ამ გვეუბნებით პირდაპირ, ხო? ამას ვაკეთებ. კვირას პატივცემულებო, ალბათ 12 საათიდან დავიწყებთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე, გეტყვით ზუსტად ლოკაციასაც. გამოფენა აქციას იყიდება საქართველო. ანუ რა გაიყიდა კიდევ? ყველაფერს იქ გამოვფენთ, წევან ბათუმ დეურმაც ახსენა. ასევე მე კიდევ მინდა მივმართო რეგიონებს, დღეს არ დავასახელებ ერთ-ერთი რეგიონიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დღესვე დავიწყებ მუშაობას, რომ გელოდები თუ მინიმუმ 150 კაცი დაგხვდება თუ ჩამოვზანდით, ხო და ეს ერთი რაიონია, ისია ხალხი უკვე აღშფოთებული. ჩვენ ახლა ყველგან ვივლით ასეთ რეგიონებში და ყველგან დავაფუძნებ და მე მინდა რომ აი ყველა გააქტიურდეს ახლა რეგიონებიდან, ან ბატონ დებურის, ან მე პირადში მოგწერეთ რომელ რეგიონშიც გსურთ და ხართ აი კარგი ჯგუფი, იმ წუთში გავჩნდება. არის ერთი მომენტი ბატონ დავით, ესე იგი ქართული ხასიათი ისეთია, თუ არ მოიწვიე და თუ თავპატიჟი არ გაუდე და ესე იგი კიდე გეუბნები. ამ ქვეყნის გვერდით დადეგით. ჩვენთან ერთად, მე თქვენთან ერთად, თქვენ ჩემთან ერთად, დავითთან ერთად, მეტი ჩვენ არაფერი არ გვინდა. თავპატიჟი არ იქნება, იმიტომ რომ ეს არ არის პიროვნულად უხიფათო საქმე. კიდე გეუბნებით, მე როგორ შემიძლია, ჩვენ გვაქვს მატერიალური შესაძლებლობა, რომელიმე თქვენთაგანც რაიმე რომ მოუვიდეს, თუ თქვენი ოჯახი ვარჩინოთ, ამიტომ აქ თქვენ უნდა, როგორ ჩვენ მოვედით პირად რისკზე და პირად პასუხისგებლობაზე დაფუძნებული, ისე უნდა მოხვიდეთ, ვინც მოხვალთ, ვინც არ მოხვალთ, პრეტენზია არ აქვს. ეს არ არის გაერთიანება ყველა ქართველის, ასეთი ილუზია არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს. მსოფლიო ისტორიაში არასდროს მომხდარა რაიმე გაერთიანებაში, მით უმეტეს ასეთ ნებელობით გაერთიანებაში მთელი ქვეყანა გაერთიანებული. აქ ყოველთვის მოდი სხვანაირად გეტყვით. აქ კვერცხებიანი კაცები და ძალიან შემართული ხალბატონები მოდიან და მოვლენ, იმიტომ რომ კაცებს არ ჭირდება საჯარო რეესტრის ნებართვა. ჩვენ ეს ქვეყანა გვინდა რომ დავაყენოთ ფერზე, ყველა რესურსი გაგვაჩნია ამისთვის, მოდით ვისაც შეუძლია გარკვეული მოქმედების გატარება. ჩვენ ჭირდება ძალა, ამ ძალის მეშვეობით ჩვენ მშვიდობიანად, კარგად მოვახერხებთ იმას, რომ ხელისუფლება აკეთებდეს თავის საქმეს და მე კანონიერი გზით ჩვენ გზა დახატული გვაქვს, დახაზული გვაქვს. მის ხალხს ვერაფერს მიუმატებ. აღდგება კანონიერება კონსენსუსის საფუძველზე. შედგება გაუყალბებელი საარჩევნო სისტემა, ვინც გაიმარჯვებს, ხელუხლებელია. თქვენ ოცნებას ხომ მიგაჩნიათ, რომ ხალხი გიჭერთ ხარ. სამართლიან შეთანხმებულ რეჟიმში მიიღეთ მონაწილეობა, თუ გაიმარჯვებთ, ვაღიარებთ, მაგრამ შანსი არ გაქვთ, რომ რაიმეში გაიმარჯვებთ როდესმე.
ამიტომ სხვა გზა თქვენ ვერ გამოხვალთ ამ კრიზისიდან, შანსი არ არსებობს, რომ ოცნებამ და მისმა არაფორმალურმა ლიდერმა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან, კრიზისი გაღრმავდება და ეს აუცილებლად მივა. მე არ ვიცი, რისთვის გააკეთეთ ის, რომ კიდე გეუბნებით, თუ ასე ცუდი აზრი ხართ ქართველებზე, რომ გაყიდო საქართველოს და ქართველებს უთხრა და იმდენად დიდი ავტორიტეტად მიგაჩნია თავი, რომ ქართველები გამოთაყვანებულები დაგიჯერებენ, რომ ეს ქვეყნისთვის სასიკეთოა რა არის სასიკეთო. ამ ხალხს აგერად ბატონმა ახსენა ძალიან კარგად ვიცნობ, მე არ მინდა მათი გვარების გამეორება, კი მაგრამ ვერ გავი, რა უნდა ეხსნა, ვერ გავი. ქვეყანას ყიდიო და ეს გაგინაწილებთ ფულსო ამასაც ხოდა 6 მილიარდი რო აიღეთ ნიკაში, მაშინ ქართველებს გაუნაწილებენ და იმ ქართველს რა უთხარი, მე საკუთარი ქვეყნის გაყიდვიდან წილს რომ მიიღებს. ქარხანას არ გიშენებს, ფაბრიკას არ გიშენებს, არაფერს არ გიშენებს აბსოლუტურად, მხოლოდ სამუშაო ადგილებს შექმნის, სახლებს გიშენებს არაბებისთვის და თვითონ არაბმა ხო ემარჯვების პრეზიდენტი. კიდე გეუბნებით კაცი გამოვიდა უჭკვიანესი კაცი, რომელსაც უზარმაზარი პროექტებია გაკეთებული და გითხრა, ამას ვაკეთებო, იმიტომ რომ ინგლისიდან, ევროპიდან, ემირატებიდან დიდარი არაბებიო, იმიტომ რომ პატარა ფარტი იქნება 250,000, დიდი ფარტები იქნება 500,000 და მერე კიდე ვილები და ეს იახტები და ესენი უნდა შემოვიყვანო და დავასახო, აქ ვისაც საქართველოში ვის არ უნდა ცხოვრება. გამკეთებელია ეს ხალხი, არაბები უჭკვიანესი ხალხია, რომლებმაც პასუხისგებლობა გამოიჩინეს საკუთარი ხალხის მიმართ. ბედუინებმა, რომლებმაც 70-იან წლებში ნავთობი აღმოაჩინეს იქ და ის უზარმაზარი ფული მიიღეს საკუთარი ქვეყნის მომავალში ჩადეს. და ქვიშაზე უდაბნოში ზღაპარი ააშენეს. ეხლა მე გეუბნებით, ქართველებს რატო არ გაუჩნდა ასეთი სურვილი, რომ საკუთარი ქვეყანა უკეთ მოეწყო? იმიტომ ცალკე საუბრისდე ჩვენ გვინდა ეს შევცვალოთ. ეს არის ჩვენი ამბიცია. თუ ეს არ შეიცვლება, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ძალიან მაგარი სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია, ეს ქვეყანა დაიკარგება ქართველებისთვის. აი რა დონის დაწევლილები იქნებით მერე? ფაქტიურად დაინახეს ბატონდემურ არაბებმა ხო დატესტეს სოფლები გააშენეს ისინი და დაინახეს რომ ამ საოცრად აი ლამაზი და დიდარი ქვეყნის სასწაულის სოფლებია იციან ხელში ჩაგდება შეიძლება და არ უნდა თოფი და იარაღი ფულით მოდის და გიპყრობს კი რა თქმა და ესენი ამას ინვესტიციას ეძახიან. აი ეს არის მე მინდა ძალიან რო არ გადავღალო ჩვენ მაყურებელი შეგეკითხოთ თქვენ გქონდათ ახლა ძალიან საინტერესო ძალიან გონება გახსნილ ახალგაზრდებთან მიგიწვიეს საჯარო ლექცია წაიკითხეთ იქ მე როგორც ვიცი აი იქნება აგვიხსნათ ფართო საზოგადოება რა მოხდა როგორ იყო რა ინტერესი გამოიწვია სასიხარულო დღე იყო შაბათს მე შეხვედრაზე მიმიწვიეს ახალგაზრდებმა რომლებიც წარმოადგენენ ახალი თაობის სტუდენტური პარლამენტის წევრებს. მე 2 საათი ვისაუბრე, ალბათ კიდე 2 საათს ისე ვისაუბრებდი, რომ არ დავჯდებოდი. ახალგაზრდები იყვნენ უსაშველოდ მობილიზებული, უზარმაზარი ინტერესი გამოიჩინეს, უამრავი გონიერი კითხვა დამისვეს და მე რამდენადაც ვიცი, ბატონი გიორგი გოგიაშვილია მათი კურატორი და ვიცე-სპიკერი საოცრად მაყოფილები არიან, აბა მე მკითხეთ ახლა როგორ უსაშველოდ კარგი თაობა მოდის. შეიძლება ყველა არა, რუსთაველზე რომ არიან, ხო გეტყვით, რა საქციელი ჩაატარეს, ხო? მაგრამ უმეტესობა ქართველების არის შესანიშნავი. ამ ხელისუფლებას მე არაერთხელ მივმართე. ამ ახალგაზრდებისთვის მსოფლიოში საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემა შეიტანეთ და თქვენ ხოდბას შეგასხამთ. კორუფცია პოლიტიკური ნებისაკითხია, თორე ძალიან სწრაფად აღმოიფხვრება. მაგრამ ამ ახალგაზრდებს სჭირდებათ სერიოზული განათლება.
მე ჩემი წიგნები ვაჩუქე, ეხლა ვაჩუქებ იმ მოვლენ ჩემთან და წაიღებენ, იმიტომ დიდი მეხსიერება უნდა, მე არ მქონდა არაცხრივი პოლიტიკური პროცესები, საოცრად კმაყოფილი ვარ, მე კიდე მექნება ახალგაზრდებთან შეხვედრები და შემიძლია გითხრათ, თუ ჩვენ დღევანდელი უფროსი და საშუალო თაობა არ დაუღუპავთ ამ ქვეყანას ღირსეული ახალგაზრდები ყავს და ისინი თავის დროზე ჩაება ხაზს უსვამ. მე ესეც აუხსენი, თავის დროზე ახალგაზრდების იმედი დღეს პოლიტიკაში, ახალგაზრდები მოვლენ პოლიტიკაში, ეს სად ხდება მსოფლიოში? რა უნდა ახალგაზრდას პოლიტიკაში? კიდე გეუბნებით, თქვენ საერთოდ გონებაზე ხარ? ახალგაზრდა კაც მოქმედ პოლიტიკურ პარტიაში საქმეს რო გააკეთებს, სად არის ის ახალგაზრდა? მისი მენტალიტეტი სხვაგანა ეს მერეა, ასაკის მერე, გარკვეული დროის მერე, როცა მე ვუთხარი მათ რომ იაქტიურეთ შექმენი თქვენი საზოგადოებრივი სახე, თქვენი ცოდნით, განათლებით, პასუხისგებლობით დაგიდგებათ შემდეგ დრო, მე ვუთხარი დაახლოებით რომელი ასაკიდან, როცა თქვენ შეხვალთ პოლიტიკაში, ჩაიბარებთ ამ ქვეყანას და გააკეთებთ იმას, რაც საუბედუროდ დღევანდელმა თაობებმა ჯერ ვერ გააკეთეს. თუმცა ყველა გზა არსებობს იმისა, რომ ჩვენ ძალიან ღირსეული გავართ. ფანტასტიკური ახალგაზრდები იყვნენ, უსაშველოდ გონიერები, თვალებზე ეთყობოდათ, მე ძალიან ყურადღებით, მეტი რამ იკეთებია ლექციების კითხვის მეტი, მაგრამ ეს არ იყო ლექცია, ეს იყო საუბარი და ეს იყო დიალოგი პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას. მოკლედ, რა ვიცი, ეს შემიძლია უთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი მოდის ახლა თანდათან განათლებული ხალხი აქ, ძალიან კიდევ მოვლენ ახლა მომწერეს კიდევ რამდენიმე ესეთმა პიროვნებამ, ძალიან საინტერესო ის აქვს და ჩვენ ნახავთ ერთად შევხვდებით მათაც და იმედი მაქვს, რომ აი ეს გაერთიანება იქნება თითით საჩვენებელი, სადაც იქნება ძალიან აკადემიურად მომზადებული და მცოდნე ხალხი. 4 შაბათს გიწევთ, ჯერ 7 საათზე ჩავერთვები აქედან ეკონომიკური მიმოხილვა იქნება, 8 საათიდან კი საათნახევარი მე გავაგრძელებ იმ ლექციების კურსს, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც კი აინტერესებს ეს ყველაფერი. მოკლედ, ასე დავასრულოთ ბატონო დემურ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არაბიზაცია და ეს ყველაფერი არის ნამდვილად ქვეყნის დროა, მე სხვა არაფერი არ შემიძლია ან ვინმე თქვა საღათ მოაზროვნე ადამიანმა. ამას თანსდევს ქვეყანაში ხალხის, ქართველი ხალხის ეს გაწამებული ხალხის გამოსახლება, იმიტომ რომ ბანკები აღჭობენ, ეს მევახშეები აღჭობენ. ამას თანსდევს კიდევ ის, რომ ეხლა ყოველდღე ისეთ კანონებს იღებენ, ეს დაბეგრები, ეს ერთ სამსახურზე მეტში რო არ უნდა იმუშაო და ყველა პირობებს ხნიან, რომ გაიქცეს აქედან. ნახეთ ამ თაღლითური სანამდე არის უბრალო დარღვევებზე ჯარიმები ასრული. უბრალოდ მოხვევაზე 50 ლარი, 100 ლარი. მოდით მაშინ პირდაპირ თქვათ ერთი. ტყუილზეც ხო უნდა იჯებოდნენ, მაგრამ როგორ გინდა დასაჯოთ უძალა 35 წლის განმავლობაში სამი მთავრობა იყო და ერთი ქარხანა არაუშენები არ არის, ხო? ბიძინა ხო პირდებოდა ხალხს და გამორიცხულია. ბიძინას შესანიშნავად აქვს აწყობილი საქმე, როგორ დაცალოს ქართველები სგან საქართველოს დანარჩენი ფულის კეთებას რაც შეეხება, აბა მეც რაც აკეთებ, ერთმანეთს რატო იჭერენ? ერთმანეთს ვისთვის იჭერენ? ღია რაზმორკები აქვს ეს 100 მილიონებზე და ბიუჯეტზე კი არა ეს ლაპარაკია. ხოცავენ ერთმანეთს და სურიან და რა ვიცი და მე მგონი რა უნდა გითხრათ, იცი? მე ქუთაისში გაზრდილი კაცია, შემიძლია გითხრათ, რომ კანონიერი ქურდები ზნეობრივად თქვენზე გაცილებით მაგრა. აი, კარგი ის იყო. ბიჭო, კაცი გეუბნება კანონიერი ქურდი ვარო და თავისი ცხოვრების წესი აქვს და რაზმორკები და გარჩევები და ესენი ეს ჩვეულებრივი ამბავი, ხო, რეკეტ. თქვენ რაც აკეთებთ? ხელისუფლებაში ხარ, პოლიტიკოსები ქვიათ და რაც აკეთებთ? ყიდით ქვეყანას? კიდე გეუბნები, ვინა უფრო ზნეობრივი, თქვენ თუ კანონიერი ქურდი?
10 თავი თქვენზე უფრო ზნეობრივია. მოკლედ დაგვიდექით გვერდში პატივცემულო მეგობრებო, ეხლა გვინდა ჩვენ აი ეს გამოვფინოთ, ვისაც გაინტერესებთ კიდევ კვირას რუსთაველზე გავაკეთებთ, ისე საერთოდ ლოკაციას ვფიქრობ აკაკი და ილიას ძეგლის მოპირდაპირ გზაზე, ტროტუარზე პირდაპირ, იქ ვფიქრობთ რომ გავაკეთებთ აი ამ გამოფენა აქციას და ჩვენ ნახოთ ერთი მოვიწვევთ ამ ტელევიზიებს, აბა თუ იკადრებენ ამ პრობლემებზე რომ მოვიდნენ. გამორიცხულია. თუ არა და ჩვენ აუცილებლად ჩავთავთ ჩვენი ტელევიზიას. რითი გჯობიან ისე? ერთადერთი შენობებია. ჩავთავთ და თელი დღის განმავლობაში ჩვენ ვაყურებინებთ იქ გამლელებსაც ჩავთავთ. კი, აუცილებლად. რა ქვია, პირდაპირ ეთერში მათ დამოუკიდებულებასაც გავაგებინებთ. რა აზრი და რას ფიქრობს ხალხი აი ამ ყველაფერზე, იქიდან რო სხვანაირად ეჩვენებათ ჯორჯიან ტაიმს რომ თურმე გონიოს რა ზურგზე ხوار მოიკიდებიან. არა, იქ კიდე ერთ ცნობილ სახეს უთქვამს რომ აკო 300 წელი არაბები იყვნენ და რა იყო რა გვიქნეს კი მაგრამ ვერ გავიგე ხა ვიცნობ გოგოც და ასეთი რამე თავს არ უნდა აკადროთ თორე 300 წელი რო იყვნენ რა რის გამო იყვნენ იცით და რა შედეგი მოიტანა იცით და ახლა რა 400 წელი თუ იქნებიან და მაგაცის გახსენება ქვეყანა ხალხი ყავს ჩახოცილი და ის და სინდისო გამოდის და ბოდიში და ქვეყანასაც ხედა მიშას დროს რომ მინისტრი იყო ხან ჩასურილი იმაში რა ქვია ნარკოტიკებში თელმა საქართველოს მიცის ეს არ მინდა ამ ბინძურ ადამიანზე ვილაპარაკო და საერთოდ ნორმალური ქვეყანა და მთავრობა რო ყოფილიყო მაგას ეგრე არ ასეირნებდნენ. გუშინ სალომესთან თაიგულების მირთმევას ვერავინ ასრებდა და დღეს ახლა სხვანაირად ლაპარაკობს. ეხლა სალომეს წინააღმდეგ ლაპარაკობს. ნუ ასეთი მედროვეები ნუ არ ვიცი. მოკლედ ყველას ველოდებით ჩვენ. მაგას ქვია კიდევ ერთ რამეს ვეთქვი. ლავუაზიეს კანონი. კი ბატონო, სხვა დროს ვთქვი. მინდა ჩვენ საზოგადოება ჩვენს ხალხს უთხრა, აი მხარდაჭერაში მე რას გულისხმობ, ვინც კი ახლოს ცხოვრობს, სადაც კი არაბული სოფლებია, სადაც კი ვისაც კი ინფორმაციები გაქვთ რეესტრიდან, რომ აი უცხოელებზე რომ გაიყიდა ესენი, ყველაფერი მოგაწოდეთ, ყველაფერს დავაქსეროქსებთ, ამოვიღებთ, გამოვფენთ, უნდა დავანახოთ. ხალხს როგორ იყიდება საქართველოს და როგორ გაიყიდა რა მხელა ტერიტორიებია გაყიდული. მთელი თბილისის გარშემო ტაბახმელა, იქით წავკისი, გოროვანი, წეროვანი, რა ვიცი, ბაზალეთი, ალაზნისველი, განსაკუთრებით საშინელება. ოზურგეთი, აჭარა, კახეთში, ყველგან შიდა ძალიან ცუდად არის კახეთში, შიგა ქართლში ძალიან ცუდია. გურჯაანში, ციხე-მახში, ესეთი ყველგან მოდებულები არიან. თეთრი წყაროშიც კი ავიდნენ უკვე არაბები არიან თუ ზუსტად არ ვიცი მაპატიეთ. ამიტომ მე რამდენადაც ვიცი და დოკუმენტალურად მაგ დანახე 50000 ჰექტარი იყო უცხოელებზე, ეს 2 წლის წინანდელი ამბავია, ეხლა უკვე ბოლო მონაცემებს მოგვიტანებენ და ვნახავთ რა. 50000 სხვათა შორის ეგ მე სხვაგანაც ამოვიკითხე 50000 ჰექტარი. ეგ იყო უკვე და წარმოედგინეთ ეს იყო სადღაც მეც როგორც ნახე წელიწადნახევრის წინანდელი ის არის და კიდევ ხო კიდიან და ეს ახლა 100 კილომეტრი დაახლოებით 5 კილომეტრზე მგონი დაახლოებით ასე გამოდის. ამიტომ რა რიცით ჩვენ არ გავჩერდებით და ჩვენ ვერც ვერ დაგვაშინებს, იმიტომ რაზე უნდა დაგვაშინოს, რომ ჩემი ქვეყანა მინდა. ხარ ხელისუფლებაში. აკეთე ხელისუფლების ფუნქცია, რაც ყიდი ამ ქვეყანას. შენია, კაცო, ვერ გავიგე, კაცო. თქვენ რაც იზამთ ახლა ვიღაც გონება ჩრუნგები გიჭერენ მხარს და ადგებით და გაყიდით ამ საქართველოს, მე რა ვის მოვკითხოთ ჩვენ თუ ანგარიში გავუსწოროთ მე რომ გონება ჩრუნგებო რატო უჭერდით ამას მხარს თუ არ მაინტერესებს ის ხალხი. ისინი არ არსებობენ. ისინი საკუთარი თავის მტრები არიან. ამიტომ რასაც ნახავთ თქვენ ამ გამოფენაზე, რაზეც ბატონმა დავითმა ისაუბრა, თქვენ ნახავთ რა საშინელების წინაშე ვდგავართ ჩვენ. ნუ კიდევ ერთი მინდოდა მეთქვა რომ ეგ მავიწყდებოდა ახლა მე რომ ყველა ვარაუდობს რომ ეს აი ეს ამდენი ხალხის შემოსვლა და ეს რაღაც გაურკვეველი ისეთი ხალხია ხო აქ შეიძლება დაიწყოს სერიოზული ტერაქტები ამას ბევრი ვარაუდობს ბატონო დემო.
ეს საფრთხეც არსებობს. წლების წინ მე ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ასე მოიტანა საქმემ ქართული პოლიტიკის ყველაზე ბნელი კუნჭულები ნანახი მაქვს. უამრავ მუშაობას ვეწევი რომ რა ხდება ვიცოდე. მე წლების წინ თქვი როგორც კი ქართველებს ეროვნულ უმცირესობაში გადაიყვანენ. შესთავაზებენ რომ აქედან აახვიონ ბოდიში, მაგრამ ასე იქნა. ვინც არ წავა ჩახოცავენ, ხას უსვა. დააკვირდით იმ ხალხს, ნახეთ ახალგაზრდებს რუსთაველზე ესენი, ნახეთ როგორი საღი, ნაკოლკებიანი და ნარკომანები და ესე თითოროლა შეიძლება ესეთ არის. ნახეთ რანაირი საღი ხალხია და თქვენ ამნაირ ქვეყანას დაგიტოვებენ, როცა უნარი არ გექნება და არ დაგიტოვებენ, ამიტომ ეს არის რეალობა. არავის არ ვაშინებთ. ეს არის ასე. აბა რატო შემოყავთ? რატო შემოყავთ არაბები? შენი ადგილი აქ არ იქნება. შენ სახელმწიფო ისთვის გჭირდება? პიროვნულად რო განვითარდე, პროფესია აღიმაღლო, პროფესიონალიზმი კარგი შემოსავლები ქონდეს, ოჯახს მიხედო, შვილების მომავალ, სახელმწიფო გეხმარება ამაში. ამას ანადგურებენ ქართული და მდიდარი არაბი უნდა და ვისთვის უნდა განავითაროთ ეკონომიკა. აი ვისთვის? არაბები უთხრენოდ განავითარებენ ეკონომიკას. ისინი მოვლენ ამ ხელისუფლებაში საქართველოში თქვენი პოლიტიკა თუ გამართა, ისინი შესანიშნავ სახელმწიფოს ააგებენ. ერთი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, რომელიც ზევით ზღვასთან ჩინელები რო ქალაქს აშენებდნენ, იქ იყო ქვემო იჯარა და მშენებელია ძალიან კარგი და უფროსთან იყო ძალიან ახლო ადამიანურად, ხო იცით ახლა ქუთაისელი როგორი იქნება პიროვნულ ურთიერთობებში, ხო და სუფრაზე ცოტა რომ დალია იმ უფროსმა ვინც ხელმძღვანელი, იცით რა უთხრა? ეს ქვეყანა ჩვენ რომ მოგწეთო 5 წელწადში ზღაპარი იქნება. ბატონო. ეხლა მე გეკითხებით ქართველებს, ვისაც ღირსება გაქვთ. კი, მაგრამ ჩინელებს შეუძლია ამით გაკეთება და თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება? მე ძალიან კარგად ვიცი მშენებლობა. სამშენებლო მექანიკაში ლექციების კურსი მაქვს, ჩემს ერთ კოლეგასთან ერთად გაკეთებული. პლუს პრაქტიკულ საქმიანობაში აშენებული მაქვს სერიოზული რაოდენობის ფართები, ჩემი მენეჯმენტით ხდებოდა ეს, ჩემი ფინანსური გათვლებით. ეს ძალიან იოლი საქმე. ქართველებმა რომ ეს ქალაქი ააშენონ, ამ დროს ქართველები იმდენი მილიარდერია, კაცო. ეგერ ამერიკაში გააკეთეს 10 მილიარდიანი პროექტი და ქართველები ქუთაისელები არიან ძალიან მაგარი, შემოიყვანე და გააკეთე. არა. ერთმა ძალიან საღმა ქართველმა ახალგაზრდამ ნიუ-იორკიდან მითხრა ეს იდეა, თუმცა მე დაახლოებით ისე ფიქრობდი ჩემი წაკითხვებიდან მომწერა, იქნებ ჩვენ გავაკეთოთო ქალაქიო, სადაც ეს ხალხიო თავის ქალაქს აიშენებსო და თანდათან სახელმწიფო ცოტათი მოგვეხმაროს დასაწყისში, მე ეს ხალხი ჩადებს ფულს თანდათანობით, დასაწყისში შემოიტანს და სადაც თბილისსა და გორს შორის ავაშენოთ ერთი ქალაქი. იმარა ქართველებისთვის არ შეიძლება ეს მე განვაცხადე, დავწერე ყველაფერი და არაბებისთვის შეიძლება ესა ის ქართველი თუ ააშენებს ქალაქს, ეკონომიკა არ განვითარდება, მაგრამ არაბი თუ ააშენებს, ეკონომიკა განვითარდება. ამ ლოგიკით იარეთ თქვენ. მოკლედ დავამშვიდობოთ პატივცემულ მსმენელებს. დიდი მადლობა უთხრათ, იმედია უფრო გააქტიურდებიან, მე მოუწოდებ მათ აქტიურობისკენ, ყველამ უნდა ვიაქტიუროთ. ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა არის აი ეს, რაც შემოგთავაზეთ, უპარტიო ჯანსაღი ქართველების გაერთიანება და ერთადგომა. ჩვენ უნდა ვიაროთ ეროვნულ ქრისტიანული გზით, ერთობით, ქართველთა ერთობით. მადლობთ ყურადღებისთვის, კარგად გრძელდებოდეთ.